მეგობრებო, სიტყვა ეძლევა ეროვნული მოძრაობის მეორე დიდ ლიდერს, ბატონ მერაბ კოსტავას. 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა კრიმინალური და ძველბიჭური ელემენტებისაგან სრულიად თავისუფალი იყო და განყენებულად არსებობდა. გზნობით ვიყავი გამშვალული, რადგანაც ვიცოდი თუ როგორ და რომელ მიწაზე მოვდივარ. თავდაპირველად დისიდენტური მოძრაობისათვის კომუნისტური ეპოქის სავიზიტო ბარათად წოდებული ქურდული იდეოლოგია კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ. თუმცა დისიდენტების იატაკქვეშეთიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ეროვნულ მოძრაობას სხვადასხვა ნიშნის მატარებელი საზოგადოებრივი ფენა შეუერთდა, ეტაპობრივად ახალი სოციალური ჰიბრიდის ფორმირება დაიწყო, რასაც ლოგიკური მიზეზიც ახლდა. საბჭოთა პროპაგანდა შექმნა ცრუ დისიდენტური მოძრაობა შავი სამყაროს სახით. იმიტომ რომ ეხლა ყველა პარტიები გააუქმეს, გაწყვიტეს ინტელიგენცია და წარმოუდგენლია რომ არ შეეძლოთ შავი სამყაროს განადგურება, მაგრამ აი დისიდენტურად ვინც იყო საბჭოთა კავშირისადმი და ამ იდეოლოგიისადმი, საერთოდ სოციალისტური იდეოლოგიისადმი განწყობილი, მათ რო თავისი გამოვლენა ეპოვათ, არ ჯობდა რომ შავი სამყაროსკენ წარემართათ მისი მოქმედება, ვიდრე ვთქვათ ილია ჭავჭავაძისკენ ან ეროვნული იდეოლოგიისკენ. ხო და ეხლა შავ სამყაროში იყო ძალიან ბევრი დადებითი პიროვნება, აქტიური პიროვნება. პრინციპში შავ სამყაროში ხდებოდნენ ის ახალგაზრდები, ვისაც უფრო საგათაზროვნებ და ეშმარიტად გეუბნებით რა, კიდევ სკოლებიდან დაწყებული. ვისაც არ მოსწონდა რაღაც შინაგანად გრძნობდა, რომ ეს ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ტოვებდა და ალტერნატივა იყო შავი სამყარო. თუმცა დისიდენტებსა და შავი სამყაროს წარმომადგენლებს იმთავითვე განსხვავებული მენტალობა, ფსიქოლოგია და განწყობები ჰქონდათ. და ალბათ ამიტომ ერიდებოდა ეს სამყარო განსაკუთრებით მერაბ კოსტავას, რომელსაც ამ სტრუქტურაში არანაირი ნიშა არ გააჩნდა. ამიტომ სისხლი არ უნდა დაიღოროს, სწორედ ჩამოაყენებს მოსკოვის ჯარს. კანონიერი ქურდების ინსტიტუტის საკუთარი იდეური სქემითა და წესებით ყველა ერს ჰქონდა. მაგრამ მას არც ერთ ქვეყანაში არ მიუღწევია ისეთი ფენომენალური პოპულარობისათვის, როგორც საქართველოში. ამდენად ჯაბა იოსელიანისა და მხედრიონის, თენგიზ კიტოვანისა და ქართული გვარდიის ფენომენი 90-იან წლებში მომრავლებულ სხვა შეიარაღებულ უკონტროლო ფორმირებებთან ერთად ეროვნული მოძრაობისა და ზოგადად პოლიტიკური პროცესების არათუ თანმდევ, არამედ განმსაზღვრელ ფაქტორადაც იქცა. თავდაპირველად როგორ მოხვდა ჯაბა იოსელიანი ეროვნულ მოძრაობაში? იცნობდა თუ არა ის ზვიად გამსახურდიას? იცით რა, ეროვნულ მოძრაობაში ჯაბა იყო იმ თავიდან. თვითონ ზვიად გამსახურდიამ სთხოვა ბატონ ჯაბას თავის დროზე ეს 60-იანი წლების მიწურულს, რომ ესე იგი ჩართული იყო აი ამ დისიდენტურ და ბატონმა ჯაბამ აღუთქვა მას, რომ კი ბატონო, მე ყველაფერში დაგეხმარები, უბრალოდ ჩემი წასული ხომ იციო შენ არა, უთხრა ზვიად გამსახურდიას. ამიტომ ესე იგი მე არ დაგაბრალონო რა, რაღაც ესე იგი ჩემიდან გამომდინარე, რომ აი ეს ყოფილი კრიმინალი და რაც პრინციპში ზვიადმა გააკეთა, ესე იგი ეს ხერხი გამოიყენა, როცა დააპატიმრა ბატონი ჯაბა. 90-იან წლებში ქუჩიდან მართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ფონზე სახელმწიფოებრივი წნეხის მოდუნებისა და ეთნოკონფლიქტური კერების გაჩენისთანავე საქართველოში ჯგუფურ პარტიული შეიარაღების შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე შექმნილ უკონტროლო ფორმირებათა არსებობას მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ადამიანები მხოლოდ პატრიოტული მოტივებით ხსნიან. მაგალითად, სახალხო ფრონტის შექმნის პარალელურად ერის ღირსების დამცველი სპორტულ-გასამხედროებული ორგანიზაცია იმედი ჩამოყალიბდა. საიდან მოდიოდა ეს იარაღი, ვინ აწვდიდა მათ იარაღს და აი რამდენად არსებობდა იურიდიული საფუძველი, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ჰქონოდათ თავიანთი შეიარაღებული ფორმირებები? იმედს ერქვა ერის ღირსების დამცველთა ორგანიზაცია იმედი. ასე ერქვა. იურიდიულად ასე იყო. ეს იყო გასამხედროებული სპორტული ორგანიზაცია და არა სამხედრო ორგანიზაცია. როგორც კი გვარდია შეიქმნა, შევიდა გვარდიაში. ანუ ერთადერთ სახელმწიფო ძალაში და დარჩა იქ სამუდამოდ. ეს ჩვენთან ვინც იყო. ეხლა სხვა ვინც იყო, აუცილებლად მოითხოვდა. იმიტომ რომ ფიზიკურად უტევდნენ ქართველ მოსახლეობას. ჯერ ქვემო ქართლში, მერე ცხინვალის ზონაში, სხვადასხვა დროს აფხაზეთში და ეს იყო მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი. ამიტომ
იურიდიულ ფორმას ასე ვთქვათ ვერ ბედავდა რომ ასე ვთქვათ კაცრად წასტანებოდა. რადაც არის აქ. ვიცი და თქვენების აქ და ყველაფერი. ეგ ველაპარაკე, მე კერძოდ მაინტერესებს წერეთელი აღმაშენებელი არა? კიდე რომ არა თამარის სამი დაცვა არის მარტო დღეს შემოსასვლელში, მარნეულიდან შემოსასვლელში. ანუ აღმაშენებლის შემოსასვლელი. იქიდან შემოსვა შეუძლია თათრებში. უმრავლესობა იქიდან. უამრავ. აქიდან აქიდან იმდენი შემოსასვლელი არ არის და იმდენი საფრთხე არ არის შემოსვლილი რაც იქ. აქ ყოველ შემთხვევაში კალები მაინც რა როგორ ფიქრობ, რამდენი უნდა დადგეს იქ? ერთი მაინც საჭიროა. ერთი ბეტერი. ჩააკრა. ჩასწრილია სადღა უნდა იდგეს. ვინც არის იქ იმას გამოვდომნი თვითო 1000 მაინც უნდა იყოს. სანების გარეშე არ გადის. თუ ბეტერი არა, თვითო ურალის. ხორგოზის ის არის განაწილებული არ ყველაფერი? ბატო. მანამდე ბატო. კი აი ეს მაგანა ვიცი. შოთაშორის ერთხელ როცა ქვემოქართლში ემუქრებოდა მოსახლეობას საშიშროება ერთმა კაცმა რომელიც გამოირკვა კუდები ქონდა იქით არასასურველ ადგილებში ამას თქვა აიო დასავლეთიდან ერთ-ერთი რაიონი დამისახედა არიან იქ კუნდები არიან ჯგუფია ბიჭებისო და იარაღიც აქვთო და უნდა მოვიდეთ აქ და უნდა დადგინო წინანდელი ხვალ იქნებიო მე მითხრა კითხა რჩევამ კითხა დებართო კითხა რჩევამ კითხა უთხარი არა სწორია უნდა მოვიდეთ და უნდა დადგინო მაგრამ ეხლა მაშინ აშკარა იყო თუმცა რას გადასწრებია ეს სხვა საქმეა მაშინ აშკარა იყო რომ ხდებოდა ქართველი კაცის სტიმულირება იარაღის შესაძენად და იარაღი როცა გაქვს და კაცის სტრუქტურაში ჩამსდარი არ ახალ გიჩნდება სდუნება რომ ის იარაღი გამოიყენო გესმით ნათქვამია თოფირო კედელზე კიდია უნდა გავარდეს ხო როდესაც ნათქვამია კიდე თოფი წელიწადში ერთხელ თავისით ვარდება სანამ თოფი თავისით გავარდებოდა და კორუმპირებული რუსის სამხედროებისაგან ნაყიდ იარაღს ქართველები ერთმანეთს მიუშვერდნენ, ფიზკულტურის ინსტიტუტთან ვერელი, ვაკელი, საბურთალოელი და ოქროსუბნელი ძველი ბიჭები მხოლოდ პატრიოტული მოტივებით მომავალ მხედრიანს ქმნიდნენ. რომელსაც თავიდან არც სახელი ჰქონდა, არც იარაღი და არც ლიდერი ჰყავდა. შემდგომში მხედრიონის პირველი 50 კაციანი შემადგენლობა იგივე ჯაბას ბიჭები მარნეულის მოვლენებმა შეაკავშირა. ბატონ ჯაბას ჰქონდა უდიდესი ავტორიტეტი. და ამან განაპირობა, აი მარნეულის მოვლენებთან დაკავშირებით მე რო ვახსენე, ჯგუფი ახალგაზრდების მივიდნენ ბატონ ჯაბასთან. და სთხოვეს რომ ის ყოფილიყო მათი ლიდერი. აი ესე მოხდა, იცით რა? ასე მოხდა და ბატონმა ჯაბამ დათანხმდა რა თქმა უნდა. ეს არის 99 წელი ივნისის თვე. ბოლნისი მარნეულის მოსახლეობამ მაშინ უნდოდა ბორჩალოს რესპუბლიკის გამოცხადება. მთავარი მიზანი იყო ბატონ ჯაბასი და ჩვენი მხედრიონის ის რომ არავითარ შემთხვევაში არ დაგვეშვა იქ შეერაღებული დაპირისპირება. აი მთავარი თემა ეს მაშინ ეს იყო. და ნაწილობრივად იქ ჩვენ მივახციეთ ამას რა. მადლობა ღმერთს ეს პრობლემა აღარ განვითარდა. აი ეგრეთ წოდებული ბორჩალოს მაზრა მაშინ ესე ეძახდა ეროვნული მოძრაობა ამ აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ ადგილებს აი ამ იმედმა ძალიან ცუდი როლი შეასრულა მაშინ ამ შუღლის გაღვივებაში და ბეჭზე გადავრჩით მე არ ვიცი როგორ გადავრჩით მაშინ მეტყობა ეს ქართველი აზერბაიჯანელების ბუნება არის ესეთი არა მებრძოლი და არა რადიკალურად დამპირისპირებელი, თორე იქ აუცილებლად იფეთქებდა რაღაცა უბედურება. ძალიან დაძაბული იყო იმ პერიოდში.
თვითონ ის იყო პირიქით იმისთვის მოწოდებული, რომ რაღაც პროვოკაციები აღკვეთილიყო, მაგრამ სადაც ჩნდება შეიარაღებული, თავის დროზე მხედრიონის ძალიან კეთილშობილური იდეით შეიქმნა იდეაში და არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ მართლა გაწევრიანებული შიგნით და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც მე მონსტრებად დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, იმ ორგანიზაციაში აბსოლუტურად პატრიოტული განწყობებით შედიოდნენ, მაგრამ და სხვათა შორის თავის დროზე ჯაბაიოსელიანს და მხედრიონს ძალიან პოზიტიური როლი ჰქონდა ნათამაშები ცხინვალის რეგიონში, როცა კონფლიქტი ჩაღდებოდა. მაგრამ თავისთავად უკვე შეიარაღებული დაჯგუფება არახელისუფლებაში მყოფი შეიცავს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ საფრთხეს და ეს ფსიქოლოგიური საფრთხე რეალიზდა ყველა მიმართულებით, სადაც კი ესეთი დაჯგუფება შეიქმნა. ძირფასო თანამოძღვრებო, მე დიდად მოხარული ვარ, რომ დღეს ხდება ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორც არის ერთმანეთის მსგავსი, თითქმის იდენტური მებრძოლი ორგანიზაციების გაერთიანება ერთ ორგანიზაციაში, რომლებიც აპირებენ შემდგომში შეერთებული ძალებით განაგრძოს ბრძოლა, ისთვისაც იბრძოდნენ ცალ-ცალკე. მე მგონი ეს სიმბოლურიც არის, როდესაც რაინდი და ამირანი უერთდება ქაქვუჩა ჩოლოყაშვილის საზოგადოებას, თქვენ კარგად მიგეხსენებათ, რომ სულათელი ქაქვუჩა ჩოლოყაშვილი სწორედ თავისუფლებისთვის მებრძოლი იმედისა და მხედრიონის პარალელურად შეიქმნა ქაქვუჩა ჩოლოყაშვილის საზოგადოება და სხვა დამოუკიდებლად არსებული წვრილ-წვრილი უკონტროლო შეიარაღებული ორგანიზაციები, რომელნიც ერთის მხრივ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების შესუსტების და ამასთანავე კონფლიქტურ ზონებში ისევ და ისევ ანტიქართული პროცესების ხელოვნური კრიმინალიზაციის გამო მრავლდებოდნენ. როდესაც ბოლნისში აგორდა სეპარატისტული მოძრაობა, ეს პირველი ჩანასახი იყო სეპარატისტული მოძრაობის, იქ ბორჩალოს მაზრის შექმნის იდეა რომ წამოაყენეს საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობამ, მაშინ უკვე ჩვენ მივხვდით, რომ რაღაცნაირად უნდა დაგვეცვა თავი. ამიტომ პირველი პირობა იმის რომ უნდა შექმნილიყო ეს, ხო? წარმოიშვა იქ და რომ სეპარატისტული მოძრაობები ჩაისახა. 9 აპრილმა უკვე საბოლოო დაგვარწმუნა რომ დამოუკიდებლობას არავინ არ გვაჩუქებდა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე ეს იყო კრიმინალური მოქმედება, მაგრამ ახლა ზნეობრივ დონეზე ეს იყო თავდაცვითი მოქმედება. იარაღის გამოჩენა განაპირობა იმან, რომ იარაღი უკვე გაჩნდა იმ სეპარატისტულ რეგიონებში. ამიტომ იცით როგორ არის ახლა მოთამაშე რომ შემოდის, ვთქვათ, ხელთათმანებით, შენ ხელთათმანებით ხვდები, მაგრამ თუ ფარხმალით შემოვიდა, შენ ფარხმალით უნდა დახვდე. სხვა გამოსავალი არ იყო. თან ახლა ეს ქართული ბუნებიდან გამომდინარე, ქართულს ყოველთვის აქვს თავის დასაცავად მისთვის იარაღი არის მთავარი, საშუალება რომ თავი დაიწვას. ხო და ამას ვერ ავიცილებთ. შეიარაღებულ ფორმირებათა პირველი ჩანასახები ძირითადად პირადი ნდობის საფუძველზე, ეგრეთ წოდებული საძმოების პრინციპით ყალიბდებოდა. აქ თავიდანვე კორპორაციულობის სპეციალური კანონები მუშაობდა და არა ცივილიზებული არმიისა, რომელიც ერთმართველობის პრინციპზეა აგებული. კონტინგენტი თავიდან მკაცრად კონტროლდებოდა. შიდა კონფლიქტების გამწვევების შემდეგ მათ რიგებს ბევრი აგენტი, ინფორმატორი და გარეწარი შეიქმნა. როგორ იყო მიღება მხედრიონში? ჩვენთან მხედრიონში. აუცილებლად ორი კაცი უდგებოდა თავდებში იმ პიროვნებას, რომელიც გადაწყვეტდა ჩვენთან გაწევრიანებას. მე თვითონაც რომ მივედი პირველად ბატონ ჯაბასთან, მე თავდებში დამიდგნენ მხედრიონელები. მართლაც გულანთებული ბიჭები იყვნენ იქიდან, სხვათა შორის ძველი მხედრიონიდან თითოეულად თუ შემორჩა ამ დღემდე რა. ხო და მიღება იყო ძალიან მკაცრი სხვათა შორის. ესე იგი იქ ჩვენ საზღვრავდით ასეთ კრიტერიუმებით. აუცილებლად არ უნდა ყოფილიყო ნარკომანი და რაც მთავარია პატრიოტი თავის ქვეყნის. მხედრიონის რიგებში.
აღვასრულო მცირე თუ დიდი დავალებანი მისი. რაც შეეხება წვრთნას, ახალწვეულებს ძირითადად რეალური ვითარების შესაბამისი მოქმედება უწევდათ. ყოველგვარი სამხედრო გამოცდილების გარეშე, რადგან რუსული არმია ქართველ ჯარისკაცებს ხეზე ასვლას ძირითადად საამშენებლო სფეროში ასწავლიდა. თუმცა საომარ საქმეში დახელოვნებას არც თავად ქართველები ცდილობდნენ. მას გავდიოდით ექსტერნად. მოხდებოდა ამბავი თქვა სამაჩაბლოში, ცხინვალში ჩავიდოდით და იქ ვიღებდით წვრთნასაც და ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საბჭოთა ჯარში ვიყავით და საბჭოთა ჯარი რასაკეთებდა, იცით? ქართველებს ძირითადად უშვებდა სამშენებლო ბატალიონებში. ქართველების შიში ეს არ არის რაღაც გადამეტებული. ყოველთვის აქვს, იმიტომ რომ ქართველი მეომარია თავისი მოწოდებით, თავის ტრადიციებით, ხონერად არ არსებობდა გლეხი გადიოდა მიწისათოხნა და გვერდზე თოფს აყუდებდა და შვილდისარს აყუდებდა. ამიტომ რა ხდებოდა იცით, აი ჩვენ მაგალითად მე ჩემი ვისაც ვიცნობ, ძირითადად 80% სამშენებლო ბატალიონში იყო ქართველები. ისევე ჩეჩნებიც, ისევე ჩერქეზებიც ერიდებოდნენ კავკასიელების სადესანტო იმებში ბატალიონებში და იმაში მიღებას. ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ ჩვენ არ გქონოდა რაღაც სამხედრო გამოცდილება. სხვა შეიარაღებული ფორმირებებისაგან განსხვავებით, 1990 წელს ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პირობებში მხედრიონმა იურიდიული სტატუსი მიიღო. ის ოფიციალურად მაშველთა კორპუსის სახელით გაფორმდა, რასაც 90-იანი წლების გავლენიანმა პარტიულმა ფუნქციონერმა ჯაბა იოსელიანის მეგობარმა გურამ გელაძემ შეუწყო ხელი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მხედრიონის ოქროს ხანაც. ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკში მისი დისკრედიტაციაც და ორგანიზაციის ბირთვში პირველი სერიოზული განხეთქილებაც. მხედრიონი დააკანონეს დააფინანსა გურამ გელაძემ, რომელიც იყო დიდი მაყურჩიკი მაპატიეთ, დიდი მაყურჩიკი, თავის ხელისუფლების ისიც იყო, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობა ყველანაირად ებარა სოფლის მეურნეობა. აი ესე იყო. ხო და აკანონებდნენ მხედრიონი ბევრ საფეხურად დააკანონეს, ძალიან გასაკვირად და ყოველგვარი ასე ვთქვათ ხილული რაღაც ნორმებისგან განსხვავებით. მაგრამ თავისთავად ის რომ მხედრიონი გაკეთდა, თავისთავად ის რომ ეს ასე ვთქვათ ამ კონკრეტულად აი ამ ბიჭებს რომლებიც იყვნენ მიეცათ საშუალება რომ სამშობლოს ისებრძოლოთ, ეს თავისთავად რა თქმა უნდა ძალიან დადებითი მოვლენა იყო. სამშობლოსათვის ბრძოლის პარალელურად მხედრიონი თბილისის ქუჩებში პატრულირებასაც ეწეოდა. ამ ორგანიზაციის იარაღასხმული წევრები შინაგან საქმეთა და ქალაქის სამმართველოს შენობებს დემონსტრაციულად წრეს არტყავდნენ და როცა საჭიროდ თვლიდნენ, ქუჩებსაც კეტავდნენ, რაც ისედაც ფუნქცია დაკარგული პოლიციელების კიდევ უფრო დემორალიზებას იწვევდა. ძალოვანი სტრუქტურები, მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ ძალიან ესე იგი ქაოსურ მდგომარეობაში, ანუ დასუსტებულები იყვნენ და პრინციპში ვერ ფუნქციონირებდნენ. იცით რა, ძირითადად ეს ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ კორუმპირებულები, ძირითადად რა. ეს ერთი და მეორე კიდე ესე იგი მათ არ ეყოთ ის ნება გაეკეთებინათ ის საქმე, რაც ევალებოდათ მათ. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მოსუსტებული იყო ყველაფერი მათ სტრუქტურაში და ქალაქში ხდებოდა ძალიან ბევრი ყაჩაღობა, ესე იგი ძალიან ბევრი დაჭრა და ამიტომ ბატონმა ჯაბამ შეატყობინა ოფიციალურად, რომ ესე იგი ჩვენ გავუწევთ პატრულირებას და მოვიყვანთ ესე იგი იმ კონდიციამდე, რომ არ მოხდეს ეს კრიმინალი თბილისში. ჩვენ ეს რამდენიმე დღე გავაკეთეთ, სხვათა შორის დავაკავეთ ზოგიერთი კრიმინალი, ესე იგი, ვინც ჩხუბობდა თქვათ, ან რაღაც ასეთი ჩვენ ვარიგებდით მათ და უშვებდით სახლში. ტერი კი არა, ორჯერ ტერი. ჯაბა იოსელიანის ავტორიტეტი დღითი დღე იზრდებოდა. პროფესორს, ლექტორს, ხელოვნებათმცოდნესა და ეგრეთ წოდებულ ყოფილ სესაიუზნი გიმელს, ანუ ქურთთა შორის ქურთს, ლიდერობის მხრივ ალტერნატივა მართლაც არ გააჩნდა. თუმცა მხედრიონის ბირთვში ამბიციათა შეჯახება მაინც მოხდა. განხეთქილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ოქროსუბნელთა ერთი ნაწილი ავთანდილ მანაგაძის ხელმძღვანელობით მხედრიონის დაკანონებისთანავე ორგანიზაციიდან გავიდა და ახალი შეიარაღებული დაჯგუფება თეთრი გიორგი ჩამოაყალიბა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი ძალა იყო.
აი ამ ორგანიზაციას, თეთრი გიორგის ორგანიზაციას, ისინი იყვნენ ყოფილი მხედრიონელები ჩვენთან. მე მახსოვს 90 წელს, როცა ბატონი ჯაბა მოვიდა მხედრიონის მემორანდუმით, ზუსტად იმ დროს მახსოვს საღამო იყო, სანაბის წაიკითხავდა აი ამ მხედრიონის მემორანდუმს, ანუ აუწყებდა ხალხს, რომ შეიქმნა პატრიოტული ორგანიზაცია მხედრიონი, სანაბის წაიკითხავდა აი ამ მემორანდუმს, მოვიდნენ ისა ავთო მანაგაძე თავისი ბიჭებით ბატონ ჯაბასთან და უთხრეს, რომ ჩვენ მივდივართ ზვიად გამსახურდიასთან. არანაირი ექსესები არ ყოფილა იქ, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ჩვეულებრივ სამეფ ბატონმა ჯაბამ უთხრა, რომ წადით, ეხლა თქვენი ნება არისო, არანაირი პრობლემა არ არისო. და წავიდნენ ზვიად გამსახურდიასთან იმ საღამოს. ხედრიონი და თეთრი გიორგი ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ. თუმცა მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზე ეროვნული ფორუმის უკანასკნელ სხდომაზე 1990 წლის 24 აპრილს მაინც მოხდა. ზვიად გამსახურდიამ დასვა ხედრიონის ფორუმიდან გაყვანის საკითხი. არა მარტო ზვიადმა და ჩვენ წავედით უფრო შერიგებისკენ და ეს გადამგზის კატეგორიული ზომა არ მივიღებდა. აი ზვიად გამსახურდია პრინციპში ამ საკითხში მე არ მომჩნევ. შეცდომა დაუშვა, ზვიად გამსახურდია უკვე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იმ მოძრაობას, რასაც ის როგორც ლიდერი წარმოადგენდა, საზოგადოების თვალში რამე ჩირკი არ მოწყებოდა. და დამეთანხმეთ რა, როცა ადამიანები ერთმანეთს ესვრიან, ეს თავისთავად უნდა ჩანს. ამ დროს ზვიად გამსახურდიას ბანაკი ქუჩიდან კაბინეტურ მოღვაწეობაზე გადასვლას ცდილობს და 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნებისათვის ემზადება. ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის განვითარების ბალტიისპირული გზა აირჩია, რის გამოც რადიკალთა მეორე ფრთას საბოლოოდ დაუპირისპირდა. ამას გარდა ქართველები თვალმოწმედი რაზეც იკომეშეს. კი, ამ დროს გაფორმდა ეს განხეთქილება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გამსახურდია ადრევე ფიქრობდა ახალი კოალიციის ჩამოყალიბებას და ეს ჯერ კიდე აპრილის დასაწყისში გამოთქვა მან აზრი ახალი კოალიციის შექმნის შესახებ. მთავარი მიზეზი რა იყო? მთავარი მიზეზი მე მგონი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებისათვის იბრძოდნენ ესენიც და ისენიც, მთავარი იყო მაინც ჯერჯერობით მე მგონი პოლიტიკური პრინციპების გამომუშავება. გამსახურდია მიხვდა, რომ მომავალი კონგრესის მომხრეები, ანუ მოდი ასე დავარქვათ, ეროვნული ფორუმის მომხრეები, ვთქვათ იგივე დამოუკიდებლობის პარტია და ჭანტურია, ძირითადად ესენი იყვნენ, ანუ რადიკალები, აი მართლა რადიკალები. ისინი ეროვნული ბრძოლის ბალტიისპირული გზის აბსოლუტური მოწინააღმდეგეები იყვნენ. ისინი ამბობდნენ, რომ აი ბალტიისპირეთი ჩიხში მოექცა, რომ ლიტვის, ესტონეთის და ლატვიის ეროვნული მოძრაობები გამოსავალს ვერ პოურობენ, არა და ესე იგი მათ 90 წელს უკვე გამოაცხადეს ეროვნული სუვერენიტეტი და ამ დროს აღმოსავლეთ ევროპა თითქმის განთავისუფლებულია, იქ ვაცლავ ჰაველი, ლეხ ვალენსა, სალი ბერიშა უკვე მთავრობები ჩამოყალიბებულია და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს საბჭოთა იმპერიაში მიმდინარე მოვლენებზე და აი ეს ეგეთი უცნაური და მე ვიტყოდი ირაციონალური პროგრამა დასახეს, რომ თითქოს საქართველოს უნდა გამოეცხადებინათ კოლონიად, აქ უნდა შემდგარიყო ყოველგვარი კომუნისტური სტრუქტურებისაგან ცალკე მდგარი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოითხოვდა გაერთიანებული ერების მფარველობას, თითქოს ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მაშინ უნდა დაუჭერდა მხარს საქართველოში განვითარებულ ეროვნულ ჭეშმარიტ მოძრაობას და რა ვიცი, აი ესეთი მე ვიტყოდი აი დღესაც ინფანტილური ოცნებები. ჭანტურია წერეთლის პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი მხედრიონი შტაბ-ბინა ჭადრაკის სასახლეში განთავსდა, ხოლო მის სამხედრო ბაზად ყოფილი კომკავშირული ქალაქი ბორისნელაძე, იგივე შავნაბა დაიქცა. უკონტროლო ჯგუფურ პარტიულ ფეთქებად-საშიშ ფორმირებათა თარეში არც მომავალ ეროვნულ ხელისუფლებას აწყობდა და არც გავლენით ხელისუფლებასთან გათანაბრებულ მხედრიონსა და მის ლიდერს. ამდენად მათი ერთიან სტრუქტურაში მოქცევა ორივე მხარემ თავისებურად სცადა. თუმცა განსხვავებული პოლიტიკური სიმპათიებისა და ამბიციათა შეჯახების გამო კვლავ უშედეგოდ. დიდი რისკი იყო ამაში, მაგრამ ბატონი ჯაბა ეუბნებოდა ყველას, პარტიას არ უნდა ყავდეს შეერაღებული
დანაყოფები არ უნდა ყავდეს რამე თუ პარტიას თუ ყავს შეერაღებული ფორმირება ეს უკვე პარტია არ არის ეს უკვე არის რაღაც ესე იგი უფრო ბანდას გავს რა ამიტომ ბატონი ჯაბა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ პარტიას რო ყოლოდა ასეთი ფორმირება იყო მცდელობა მაშინ 90 წელია ეს გაზაფხული აპრილის თვე მარტყოფში იყო მცდელობა ყველა ამ ფორმირებების თავმოყრა იქ მე მახსოვს იყო ამოსული ბატონი აკაკი ბაქრაძე და იყო მცდელობა ბატონი ჯაბა იოსელიანის ინიციატივით მაშინ სხვათა შორის არსებობდა ისე თუ ასე მაინც საბჭოთა კავშირი ეს იყო ბოლო წლები საბჭოთა კავშირის მაგრამ უკვე ეროვნულ მოძრაობაში კერძოდ ბატონი ჯაბა ფიქრობდა რომ რაღაც ჩანასახი გაეკეთებინა ქართული ჯარის ამიტომ ესე იგი 90 წელს აპრილში იყო ესე იგი მცდელობა მარტყოფში შეგროვილი იყვნენ ყველა ეს ფორმირებები და რაღაც ჩანასახი გაეკეთებინათ ქართული ჯარის. ანუ ეს ფორმირებები ყოფილიყვნენ მეტნაკლებად კონტროლირებადი. ჩვენ აი 200 წლის მანძილზე არა ხოლია ჩვენ საკუთარი ჯარი. აი ჩვენ შევიღებთ რომ რაღაც ამ დაგვარი ჩავუყაროთ ამ ასეთ რაღაცას საფუძველი რომ ჩვენში აღდგეს ეს ჩვენი მხედრული სული ქართველებში რომელიც დიდი ხანია დაიკარგა და ჩვენი გენი რაღაც გვაწუხებს და მეგონი აი ამასაც ჩვენ შეკრებილი ვართ ფოტოშუც ამის ცდელობა იყო 1990 წელს გეტყვით ახლა მარტყოფში შედგა შეკრება 4 ორგანიზაცია შეიკრიბა მხედრიონი იმედი ხალხის ჩოლოყაშვილის საზოგადოება და მეროპოსტაოს საზოგადოება იქ დაიდო ეგეთი კომუნიკე რომ ჩვენ უნდა გვემოქმედა კოორდინირებულად სამხედრო საბჭო უნდა შექმნილიყო მე თვითონ ამ შეკრებას არ ვესწრებოდი ჩემი მეგობრები ესწრებოდნენ ხო და ეს დაიდო ეგეთი კაი ხელშეკრულება რომ გვემოქმედა კოორდინირებულად მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავაკეთეთ ქართველებმა ვერ გამოვიჩინეთ გონიერება ვერ მივყევით აი მეროპოსტავა ყოველთვის ამბობდა რომ ესეთი ლამაზი სიტყვა აქვს მას ნათქვამი რომ ჩვენ უნდა მიუტოვოთ ერთმანეთს გუშინდელი შეცდომები და დღეს უნდა დავიწყოთ ცხოვრება რომელიც საქართველოს საკეთილდღეოდ იქნება მიმართული შეიძლება ხა პერიფრაზი გავაკეთე მაგრამ იდეაში ეს არის აი ეს ვერ განვახორციელებთ ჩვენს ერთმანეთთან შერიგება ვერ მოახერხეთ მორიგება ვერ მოახერხეთ რა თქმა უნდა ამაზე თვითონ კრემლის მუშაობაც ამას ხელს უწყობდა რომ ქართველები გაიჩნდა და იბატონე ეს არის ცნობილი ფრაზა და მოდის არა მარტო რომის იმპერიიდან მანამდე არსებული იმპერიებიდანაც და აი ეს გაჩნდა იბატონე მითამაშა როლი და ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ისევ და ისევ ქართულმა ინდივიდუალიზაციამ ინდივიდი ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ხო დიდი თავდადების ერი ვართ და 100,000 მოწამე ყავს ეს მიცემული ღვთისთვის და სამშობლოსთვის მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალიზმი იმდენად მძაფრი მუხტია ჩვენში რომ შეგვიძლია ამ ინდივიდუალიზმის გამო დაუთმოთ ყველანაირი პრინციპები და თავი წარმოვიჩინოთ ბატონ ჯაბას რამდენადაც მე ვიცი უნდათ მხედრიონის ბაზაზე გაეკეთებინა აი ეს პირველი ჩანასახი. მაგრამ თუ როცა წავიდა იქ გარკვეული კამათით წავიდა, იმაზეც კი თანახმა იყო, რომ არანაირი მხედრიონი უბრალოდ ესე იგი ქართულ ჯარზე იყო იქ ლაპარაკი. ამაზეც მიდიოდა. ოღონდ კონტროლირებადი ყოფილიყო ეს მთლიანად მთელი ასე ვთქვათ ფორმირებები, შეერაღებული ფორმირებები. ჯაბა ამბობდა რომ პარტია უნდა იყოს განიარაღებული. პარტია უნდა იყოს ბევრი და ჯარი უნდა იყოს ერთი დაგეროვა ჩვენ მხედრიონი და ვისაც არ გინდათ ესე იგი პოლიტიკა, ყველა შემოდით მხედრიონში და ჩვენ მხედრიონი დაგემორჩილებით საერთო ეროვნულ მოძრაობას. ეს ნამდვილად შეატვირთია ჯაბას და ამ პროცესის მთავარი ინტრიგა ის გახლდათ, რომ მოვლენები 28 ოქტომბრის მრავალ პარტიულ არჩევნებამდე ვითარდებოდა. ამდენად ძნელი მისახვედრი არ არის თუ ვისი პოლიტიკური ფრთის ქვეშ ან პირიქით მოექცეოდა სხვადასხვა ჯურის შეიარაღებულ დაჯგუფებათა კონგლომერატი. უკონტროლო ფორმირებათა განეიტრალების თაობაზე კი ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკში ერთი შემაძრწუნებლად მზაკრული იდეაც გაჩენილა, რომლის ავტორსაც არ ასახელებენ. აი მხედრიონმა რომ გამოაცხადა თუ გახსოვთ შეკრება, გახსოვთ მარტყოფში. იყო ასეთი წინადადება რომ ეროვნული მოძრაობა დროებით შევიარაღებულიყავით
ალყა დაგვერთხა მარტყოფისათვის და განადგურებული იყო იქით ჯავა იოსელმა დაუძახა ყველა დიდ თუ პატარა შეფორმებას და ეს შეერაღებული ფორმულებები რომელიც არ კონტროლდებოდა ეროვნული მოძრაობის მიერ, აი რაც ჰიტლერმა გააკეთა ნოჩი დრინდხლაჟეი, სულ ყველა განადგურებული იყო, მაგრამ მე წავედი მაგის კატეგორიული წინააღმდეგი, თორე სერიოზულად ედგა ეს საკითხი. იმის რომ ახლა მაგას არ ვიტყვი, ჩამშვები არ ვთქვა, ყასკია თქვა. მაგას ვიტყვი, როცა გავხდები 80 წლის. ეს იყო შეკრება, სადაც ესწრებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ეროვნული დემოკრატიული პარტია, მონარქისტული პარტია და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია და ვიღაცებს მიაჩნდათ რომ ხედრიონი იყო კგბ-სგან შემოგდებული ორგანიზაცია. მე ასე არ მიმაჩნდა. და ამიტომ მე ჩავშალე ეს იდეა. და რომცა ჩამეშალა, კაცმა იცის, ეგეთი რაღაც რომ მომხდარ იყო. ხედრიონს გაანადგურებდნენ ეს ვაჟბატონები თუ ხედრიონი კიდევ ეს მორევაზე იქნებოდა. მე წავედი მაგის კატეგორიული წინააღმდეგი და პირდაპირ ესე იგი მაშინ ბევრი ჩემ ალიანსში იყო, დავიმუქრე ალიანსიდან ესე იგი გაგდები და მე ფოტოშოპის ეს ინფორმაცია ისე რომ არ დამისახელებია ავტორი, მე მოახსენე. ჯაბას იმიტომაც უყავდი რომ ჯაბა მიხვდა რომ ჩვენ რომ მოულოდნელად დავსხმოდით მას თავს ეს ძალიან რეალური იდეა იყო, მაგრამ ედენელი დამაყივარ იმითაც რომ აი ასეთი იდიოტურ მოსაზრების განხორციელება ადგილზევე ჩავახტო. ეს იდეა იყო. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როდესაც საქართველოში იქმნებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, გაჩნდა იდეა მათი გაუნებელყოფის და განადგურების შესახებ? აი როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს? ეხლა მე პირველად მესმის ეს, რასაც თქვენ ბრძანებთ. მე მეეჭვება, იცით რა? მეეჭვება, იმიტომ რომ რანაირად უნდა გაეკეთებინათ ეს, ვთქვათ, ჩვენი ლიკვიდაცია, უბრალოდ მეეჭვება. მე მახსოვს იქ რომ ვიყავი არანაირი ასეთი რაღაც მე არ შემინიშნავს, ვთქვათ, იქ რომ რაღაც აი მზადება ყოფილიყო რაღაც ის რომ ისინი ფიქრობდნენ ამას არა, მე ახლა უბრალოდ გაკვირვებული ვარ. აი ესეთი რამ როგორ უნდა განეხორციელებინათ ეს ჩვენი იქ არა მარტო ხედრიონის, არამედ ყველასი იმ ფორმირებების ლიკვიდაცია. პოლიტიკურად აქტიური სოციუმი კი მომავალი მრავალპარტიული არჩევნებისათვის ემზადებოდა. ეროვნულ არჩევნებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ. უნდა რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობის უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მომავალი პარლამენტისგან ველოდებით წინვალე წარმატებებსა და გამარჯვებებს. იწყებოდა დიდი პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მცირე რეკეტის ეპოქა, რომელმაც სულ მალე იგივე შინაარსის ოღონდ უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინა.